ზესტაფონის მერის წარდგინებით ვიცემერის პოზიცია ზაზა ხვედელიძემ დაიკავა. მოადგილის თანამდებობაზე კი ნინო ჭაბუკიანი დაინიშნა. ორივე მათგანი აღმასრულებელი ხელისუფლების წამყვან პოსტებზე, როგორც ვახტანგ ღამბაშიძე ამბობს, საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით შეუდგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. Რამდენიმე დღის წინ მოხდა მოადგილეების დანიშვნა, გავაცანი ისინი თანამშრომლებს, ორთავეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის, თავის ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად მოახმარენ ჩვენ მუნიციპალიტეტს და ერთობლივი ძალებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ზესტაფონის ვიცემერობამდე ზაზა ხვედელიძე წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში. მინდა ვისაგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ ღამბაშიძეს გამოცხადებულ ინდობისთვის. ჩემი მიზანია ჩვენს გუნდთან ერთად ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში განვახორციელოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები და სხვადასხვა პროექტები, რომელიც განავითარებს ჩვენს მუნიციპალიტეტს, გახდეს უფრო ძლიერს, უფრო ლამაზ, ვიდრე არის დღეს. ასევე ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ ახალგაზრდა თაობაზე, განვახორციელოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს წინასწარი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და განვითარებას. ნინო ჭაბუკიანი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერას მერის მოადგილის პოზიციიდან შეეცდება. წლების მანძილზე ის სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა თბილისში, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში. ხარული ვარ შემოთავაზებით, რომელიც მივიღე ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მაქვს თვითმმართველობის სისტემაში მუშაობით, მაძლევს იმის საფუძველს და შესაძლებლობას, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დავნერგოთ სიახლეები და გავაგრძელოთ მოსახლეობაზე ზრუნვა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.